მაგრამ მაინც არაერთხელ გვინახავს გენიალური დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმები ფეხბურთზე დღესაც შეიკრიბნენ ქართული ფეხბურთის სხვადასხვა დროის ვარსკვლავები. აქედან 1991 წლის ევროპის თასების პრობლემთა თასის პრობლემები. აქედან საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების გამარჯვებული პრიზიორები და თასის პრობლემები. აქედან ქართული ფეხბურთის მომავალი თაობა. აქედან სხვადასხვა კლუბების წარმომადგენლები, ხელმძღვანელები, მაგრამ რაც მთავარია, ეს არ არის პირფერობა, აქ არის მე მგონი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ყველაზე საყოველთაო, ყველაზე მიმზიდველი და მე ვიყავი ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბის დინამოს ხელმძღვანელობა რომან პიპიას დამატებით. ალექსანდრე ჩილაძე, ძალიან მთხოვნ საშა სადახარ, დღესზე წამოვიდა. მოვიფერო ამ ლეგენდას. მოვიფერო. ისე შიდა გარაგო სამი საშუალება. მადლობა კარგი ხადოთ ბატონებმა. ამ ფილმის დამთავრებისთვის თქვენ შენდა გასს ამ ფილმის და ეს ფილმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის, რომელებაც არ იციან ის სახელოვანი გზა, რაც გაიარა ჩვენმა. ფეხბურთის მთელი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა თბილისის დინამოს დაარსება გახდა. 1925 წელს შეიქმნა ლეგენდარული კლუბი, რომელიც ქართული ფეხბურთის მფლობელი გახდა და ქვეყანას ყველაზე დიდი წარმატებები მოუტანა. ეს თბილისის დინამოს ნომერ 1 სალაროა. ეს კი ნომერ 1. მანძილზე ვისაუბრე, ახლოს იყო რა გვალაცკელია, რომან პიპია, ყველაზე ახლოს და მოგზადით. გაუბრა ფაშა. მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ ფილმის შექმნელებს, პირველ რიგში ბატონებო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ შვიდში, სამ დღეში ხსნით აკადემიას ოფიციალურად და ვიქნებით მადლიერებით, მოგზანდებით, ყველა დაბაძრებული ხართ ამ გასნაზე. 6-ის ნახევარს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი კომაგების ყოფნა და მოსვლა თბილისის დინამოს არენაზე. ეს ძალიან გვაკლია. ახლა ვერ ვიტყვი სხვანაირად, სამარცხინოც არის 5000 ადამიანი წარგადის შედათამაშებზე. ჩვენი ბრალი ეგ არ არის. ჩვენ ვაკეთებთ რაც შეგვიძლია. ერთი მინდა გითხრათ, რომ დინამო გააგრძელებს ამ ღირსეულ ტრადიციას, როგორც ბატონმა გოგიმ თავის ფილმში ახსენა, ჩვენ სული და გულით ვეკიდებით ამ საოცარ გუნდს, ამ ტრადიციას, დინამოს ტრადიციას. ყველაფერი გავაკეთებთ იმისთვის, რომ დინამო რეგიონში
კი არა შეიძლება ევროპაშიც იყოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. რაც თავარია იმის დამიხედვით, როგორ გაიზრდება საქართველოს ჩემპიონატი, როგორ გაიზრდებიან დანარჩენი კლუბები, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, იმიტომ რომ ამას ექნება რაღაც აზრი. ჩვენ დღეს ვართ მისული იმ ზღვარზე, რის მერეც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ვიღაცა კონკურენტი საქართველოში. ჩვენ ვერ განვითარდებით მარტო, როგორც თბილისის დინამო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მოგზაურობისთვის და დიდი მადლობა.